კარგი ამინდებია ზღვისთვის. რო გამონახეთ დრო. შესვენების დრო. ხო, შესვენების დროა თან. დღეს გვაქვს შეხვედრა კამპანიის ეს შენგეხება ფარგლებში კოალიცია სამართლიანი არჩევნებისათვის ატარებს ეს შეხვედრას პერიოდული შეხვედრა არჩევნის თავისუფლება არჩევნებს ოი ბაბათი მე სამართლიანი არჩევნები მინდა ამიტომ ეს კამპანია პრინციპში ამისკენაა მიმართული რომ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს უამრავი ღონისძიება არის დაგეგმილი და კონკრეტულად შეხვედრის თემატიკასთან დაკავშირებით და იმ მიზნებზე და ამოცანებზე რომლის მიღწევასაც სურს ამ კამპანიას ამაზე უკვე მოგვახსენებენ კოალიციის წევრები. მადლობთ მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. ავიც რა სიტუაციაც არის შექმნილი არ შეგრებულმა ადამიანებმა კარგად იცით რომ უბრალოდ გეტყვით მოკლედ რას ვაპირებთ, რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გუშინ დაიწყო ჩვენი გასვლები რეგიონებში, ამოცანა გვაქვს ის რომ ჯერ ეს ერთი რეგიონებში აუხსნათ ადამიანებს რა ხდება და რა მიზანი აქვს ამ კამპანიას. მეორე ამოცანა გვაქვს რომ იქ დავაკავშიროთ ერთმანეთთან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს ამ პროცესზე, წინასაარჩევნო პროცესზე, ამიტომ შევთხოვეთ ასლან ჭანიძეს რომ ის იყო ჩვენი წარმომადგენელი ბათუმში რათა მოაგროვოს ეს ინფორმაცია რაც კარგი ხდება ჩალებში და კარგი ვატყობ ბევრი იქნება მომავალი თვეების განმავლობაში ამ წინასაარჩევნო პერიოდში და მინდა მოგიყვეთ იმის შესახებაც რაც უახლოეს დღეებში იგეგმება ჩვენი მხრიდან. იცით რომ კამპანიის პირველი ეტაპი დაიწყო მაშინ რომ ესაც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანეს და საარჩევნო კოდექსში სულ ვამბობ ხოლმე რომ ახლა ამ კამპანიას მაინც და მაინც მამა და დედა არ ახავს, მაგრამ ახლონათესავება იწყოს პარლამენტის სახით, იმიტომ რომ პარლამენტმა უზრუნველყო ის რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები იძულებული გახდნენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციულ მუშაობაზე გადასულიყავით, იმიტომ რომ იცვლილებები რაც იქნა შეტანილი შეეხო ყველას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ყველა ჯგუფს. გარკვეული წარმატების მიღწევა მოხერხდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კამპანიის შედეგად ცვლილებები შევიტანეთ იმ კანონმდებლობაში, ოღონდ სამწუხაროდ ამან ვერ შეძლო გაეუმჯობესებინა მაინც და მაინც პარტიების მდგომარეობა, შედარებით უკეთეს ვითარებაში არის ჩაყენებული ვთქვათ არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან მძიმე სიტუაცია არის ისე პოლიტიკურ პარტიებთან ვითარებაში, მიმართებაში და ის რაც ხდება ბოლო კვირეების განმავლობაში ადასტურებს იმას, რასაც ვამბობთ თავიდანვე, რომ ეს კანონი არის ძალიან მძიმე, ძალიან უსამართლო და ზოგადად მაშინ მხოლოდ შესწორებების შეტანით დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ. მეორე ეტაპი თქვენ იცით რასაც ეხება, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებების პროექტი საარჩევნო კოდექსში, შევიტანეთ ცვლილებების პროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონში. რამდენიმე მთავარი საკითხი ჰქონდა აქ. ერთი საკითხი, რომელიც მეგონი მთელ საქართველოს დავაზეპირებინეთ, ეს ორი ტერმინი, ეს არის მასქერი და მასტოფერი, რომელიც ეხება იმას, რომ მიგვეცა ვალდებულობა საკაბელო ტელევიზიებისათვის კანონით დაგვედგინა, რომ ისინი ვალდებული არიან, რომ ყველა ის არხი, რომელსაც საერთო მაუწყებლობა გააჩნია, ანუ გააჩნია საინფორმაციო გადაცემები, პოლიტიკური ტოქ-შოუები, ანუ გააჩნია მრავალმხრივი შინაარსი, არ არის სპეციალიზებული მაუწყებელი, რომ ვალდებულება ჰქონდეთ საკაბელო ტელევიზიებს, რომ ჩართონ ისინი თავის ქსელში და მეორე ვალდებულება, რომ იმ მაუწყებლებს იგივე საერთო მაუწყებლებს არ ჰქონდეთ უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილებით ამოერთონ საკაბელო რომელიმე საკაბელო ქსელიდან და ამითი მათ ბიზნესს მიაყენონ, ასე ვთქვათ, ზარალი. ის რაც ხდება, ვთქვათ, გლობალ ტივისთან მიმართებაში, როდესაც რუსთავმა, იმედმა განაცხადი გააკეთეს და ამოიღეს თავიანთი გადაცემები მათი ქსელიდან, რა თქმა უნდა, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება სხვადასხვა სუბიექტისადმი, ვის ბაზარზე მუშაობს და მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ გუშინ ეს მოლაპარაკება ეს ეტაპი მოლაპარაკებისა დასრულდა იმით, რომ ხელისუფლება უარი თქვა ამის განხორციელებაზე. მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომ პრინციპში არგუმენტი რატომ არა, რასაც არგუმენტი ქვია, არ თქმულა, ჩვენი მხრიდან იყო ესეთი შეთავაზებაც, რომ
თუ ხედავთ რომ პრობლემა არის რომ ტელევიზიები უნდა უყუროს მაყურებელმა, ყველამ გვიპასუხა რომ კი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ჰქონდეს ამისი უფლება, თუ არ მოგწონთ მასტკერი, გითხარით როგორ გავაკეთოთ. პრობლემა როგორ გადავჭრათ. ჩვენ არა ვართ ჩაციკლული მხოლოდ იმ ფორმულირებებზე, რომელიც მოგეცით. ჩვენ ვამბობთ რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას. თუ ეს გზა არ გაწყობთ, გითხარით სხვა გზით როგორ გავაკეთოთ, ჩვენ მზათა ვართ განვიხილოთ. პასუხი იყო ვარი. საერთოდ ვარი პრინციპის გათვალისწინებაზე, მე უკვე წავიდა დემაგოგია, რომ თქვენ გინდათ აიძულოთ ადამიანები რომ უყუროს მაესტროს და კავკასიას და მეცხრეას, ვეუბნებით რომ კაცო ადამიანს პულტი აქვს, ხო თუ არ უნდა გადართავს, ხო ის პულტი. ჩვენ გვინდა შესაძლებლობა იყოს, რომ თუ ყურება უნდა ამ ადამიანს ამართების, მიიღოს, ჰქონდეს საშუალება საკუთარ ტელევიზორს რო ჩართავს, ნახოს მათი გადაცემები. მოკლედ არგუმენტები არანაირი არ ითქვა, ერთი მინდა იცოდეთ და თუ ვინმე შეგეკითხებათ რომ ითქვა რომ რაღაცა არასამთავრობო სექტორმა შემოგთავაზა უნიკალური მოდელი, რომელიც სოფლიოში არსად არ არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მასტკერი არის პრინციპი, უნივერსალური პრინციპი, რომლის მეშვეობითაც მთელ სოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად რეგულირდება ის პრობლემები, რაც იმ ქვეყანაში არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში მაგალითად მასტკერის მეშვეობით არეგულირებენ იმ პრობლემას, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებს, ეთნიკურ უმცირესობებს თუ სხვებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი გადაცემები იღონ. იქ არის ეს პრობლემა. არის ქვეყნები, სადაც მაგალითად უნარშეზღუდულებისთვის კეთდება ეს ვალდებულება, რომ მათთვის საჭირო გადაცემების ვალდებულებას ატევს სახელმწიფო სხვადასხვა არხებს. ანუ სახელმწიფოები იქცევიან იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც მათ წინაშე დგას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მასტკერი გაკეთდა 50-იანი, 60-იანი წლები იყო, მთავარი პრინციპი იყო რა, რომ საკაბელო ტელევიზიები სერიოზულად როდესაც განვითარდნენ, ისინი იმ ადგილებზე, შტატში, ქალაქში გახდნენ მონოპოლისტები. და ისინი ბუნებრივად არ იყვნენ დაინტერესებული, რომ სხვა სიხშირული არხები შემოეშვათ ბაზარზე. და მაქსიმალურად ზღუდავდნენ მათ გავრცელებას, არ თავდნენ საკუთარ ქსელებში. და ამბობდნენ, რომ ეს არის ჩემი ბიზნესი და მე არ მინდა რომ სხვა არხი შემოუშვას. და დაიწყეს სიხშირული არხების შეზღუდვა. ეგ იყო 30 წელი ეს კამათი საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე. რომ კი ბატონო, შენგან შენი ბიზნესი, იმ სიხშირულს აქვს საკუთარი ბიზნესი, მაგრამ არსებობს მოქალაქის ინტერესი, საზოგადოების ინტერესი, რომ მან მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია. ამიტომ შენ ბიზნესი ისე უნდა გააკეთო, რომ ერთის მხრივ საზოგადოების ინტერესი უნდა დააკმაყოფილო, ანუ მას ის არხები მიაწოდო, რომელიც საინტერესებს და მეორე მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი ბიზნესით არ შექმნა ისეთი პირობები, რომ სხვისი გავრცელების არეალი შეზღუდო. ანუ არა უგზალო მას ჩართვა შენს ქსელში. აქედან გამომდინარე 92 წელს ფედერალური კანონი იქნა მიღებული, რომ ძალიან ვინც იცის ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი სამართლებრივი სისტემა ძალიან იშვიათად იღებენ ისინი ფედერალური დონის კანონებს ასეთ საკითხებზე, იმიტომ რომ ძირითადად შტატების დონეზე ჩადის ეს ყველაფერი, მაგრამ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფედერალური კანონის დონეზე ავიდა და ბოლოს ამერიკის უმაღლესმა სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს ნორმა არის სავალდებულო. არსებობს ევროკავშირის რეკომენდაციები, რომელიც თავისი წევრი ქვეყნების მიმართ არის გაგზავნილი, რომ ეს უნდა დირექტივა არის ევროკავშირის ქვეყნებისათვის და რა თავარია ჩვენი ქვეყანა ამ დირექტივას შეუერთდა. ანუ ვალდებულება აიღო, რომ ამ პრინციპს განახორციელებს. და როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ჩარევა კერძო ბიზნესში, ჩვენ ვუთხარით, რომ კი, მაგრამ შენ რო ხელი მოაწერე ევროკავშირთან ამ ვალდებულების შენ თავზე აღებას, მაშინ არ ფიქრობდი, რომ ეს ჩარევა იყო? ხო, რა შეიძლება თავად ჩარევას, ხო? ჩვენ ლაბარაკობთ რაზე, ჩვენ არავის არაფერს არ ვაიძულებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ მიეცით მოქალაქეებს ყველა არხის ყურების საშუალება. შენ საკაბელო ტელევიზია რო გაგდა, გააქვს მონოპოლია რომელიღაც მუნიციპალიტეტში რომ მოემსახურო ამ და სხვა რო არ არსებობს, ხო? ბუნებრივია მოქალაქეს არა აქვს არჩევანის საშუალება, რომ სხვა გადართოს, სხვა ჩართოს, სხვა კაბელი შემოიყვანოს, საკუთარ სხოვერ დაიყენოს. ასეთ ვითარებაში ვამბობთ, რომ იცით რა, შენ უნდა გქონდეს ვალდებულება, მინიმალური ვალდებულება, რომ ის ტელევიზიები ჩართო ამ შენს ქსელებში, რომელიც ინფორმაციას აწვდის ადამიანებს. თუ ლაპარაკია და საუბარია ბიზნესის შეზღუდვაზე, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ჩვენს პარლამენტს მიღებული საკაბელო ტელევიზიებთან მიმართებაში, როდესაც მათ დაავალეს უფასოდ გაუწრო პოლიტიკური რეკლამა. ძირითადი შემოსავლის წყარო, რაც იყო ტელევიზიებისათვის და ტელევიზიების ყველა მიცით, ეს იყო
რეკლამის თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი პერიოდი იყო არჩევნები, როცა ინიშნებოდა, რომ ყველას რეკლამა მიქონდა. ფაქტიურად მათ ამით გამოუსვეს, ძირი გამოაცალეს ამ რეგიონული ტელევიზიების ფინანსურ გამოუკიდებლობას, იმიტომ რომ რეკლამიდან ფული არ შედის და შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს ტელევიზიები თავიდან ბოლომდე არიან გამგეობის ფულზე დამოკიდებული. და ორი კურდღელი მოიგეს. და შედეგად საბოლოო ჯამში ყველა მის მივიღეთ, რომ რეკლამის რაოდენობა რეგიონულ ტელევიზიაში შემცირდა, იმიტომ რომ ტელევიზიები ფასიან რეკლამას აღარ იღებენ იმის შიშით, რომ მერე უფასო რეკლამის ვალდებულობა აღარ დაედოთ და ბოლო არჩევნებზე ერთი წუთი რეკლამა არ გასულა რეგიონულ ტელევიზიებში პარტიებს. ამით საბოლოო ჯამში თითქოს დემოკრატიული ნორმით დაზარალდა ერთი მხრივ პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ რეკლამა შეიზღუდა, აღარ გადის, მეორე მხრივ დაზარალდა ტელევიზიები. ამაზეც ჰქონდა ჩვენ შეტანილი, ასე ვთქვათ, წინადადება, რომ არაწყაურება მოხდარიყო უფასო საეთერო დროსი და არაწყაურება მოხდარიყო არა პარტიების ხარჯზე, არამედ მაშინ ბიუჯეტის ხარჯზე, იმიტომ რომ ლოგიკურია, თუ სახელმწიფო რაღაც ვალდებულებას გაგისრებს შენ თუ ეს ფინანსურად გაზარალებს, მაშინ მან უნდა აგინაწყაურო შენ ეს ვალდებულება. სამწუხაროდ არც ერთი ცვლილება მიღებული არ არის, გაზიარებული არ არის და ჩვენ გუშინ პარტიურად წინაპირაში ჰქონდა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ თუ კი ვარჯ გვეთყოდნენ, ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ უკვე მოსახლეობის საზოგადოებრივი მოქალაქეების ინიციატივით შევიტანოთ ჩვენი წინადადებები 30000 ხელმოწერა შევაგროვებთ. გუშინ მივმართეთ პარლამენტს და იმედია, რომ რეგისტრაციაში გაატარებენ ჩვენ საინიციატივო ჯგუფს იმისათვის, რომ ალბათ იქით და კვირიდან დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ ძალიან სწრაფად, სადღაც ერთ კვირაში ავაგროვოთ ეს 30000 ხელმოწერა იმისათვის, რომ პროცესის ინიცირება მოხდეს და შემდეგ იმედი გვაქვს ძალიან სერიოზული, რომ იქნება სერიოზული ზემოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თუ ვინმე ნახა დღესღამე დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ძალიან სერიოზული განცხადება, სადაც პირდაპირ არის დაწერილი მათ შორის მასტკერიზეც, რომ ეს არის ვალდებულება. გუშინ ბატონ აკომინაშვილის განუცხადებია, ესე იგი, რომ თურმე ჩვენ და ელჩი სხვადასხვა მასტკერიზე ვლაპარაკობთ. კარგი იქნება, რომ ეს განცხადება წაიკითხოთ და უკეთესი კიდე რომ იმეილს დაელაპარაკოთ და იქნებ იმეილჩმა ბასმა უცნას რა მასტკერიზე ვლაპარაკობთ ჩვენ, იმიტომ რომ იმდენი ვიარეთ ამ უცხოელებს, რომ ორი გადაბულბულებული აქვს ყველა ის ტექსტი, რაც ჩვენ აგვაქვს შეტანილი. ამიტომ ეს განცხადება პრინციპში პასუხია იმ ქმედებებზე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა აი ამ ინიციატივებთან მიმართებაში და ვიცით, რომ ევროკავშირის სერიოზული დელეგაციები ჩამოვა თვის ბოლოს და თვის დასაწყისში და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი ახლა რაც შეიძლება მაქსიმალურად გავხადოთ აქტუალური და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის აქტუალური იქნება თუ აქტუალური იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომ უნდა ვანახოთ, რომ საზოგადოება ამას ითხოვს. აქედან არის გამომდინარე ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს ქმედებები. ბოდიშით ახლა მე სიტყვა გამიგზელდა, ირინას გადავცემ. სიტყვას, რომელიც იცნობთ თქვენ კარგად, წარმოადგენს ტრანსპერენს საერთაშორისო გამსხვილებელობას, არის ბათუმის ოფისის წარმომადგენელი და მათ შორის მინდა გითხრათ, რომ იურიდიულად იმ საკითხების მომზადებაში ინა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ კარგად ჩამოგვეყალიბებინა ეს ყველაფერი. მადლობა ირაკლი, ჩვენი ეს შენგეხება კამპანიის მეორე ფაზა გარდა მედია გარემოს გაუმჯობესებისა მოიცავს ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციებს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი გაიზარდოს, მაშინ დღევანდელი კანონმდებლობით მხოლოდ ბოლო 2 თვე არჩევნებამდე 2 თვე არის წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენი ინიციატივით ეს პერიოდი საარჩევნო წელს უნდა დაწყებულიყო 1 ივნისიდან. სამწუხაროდ უკვე დაგვიანდა ამ ცვლილების ასახვა კანონმდებლობაში, თუმცა თვითონ პრინციპი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გაიზარდოს, გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, რომ ჯერ ერთი რეალობა ასახავს ამას, რომ კამპანია დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, დღესაც მიმდინარეობს კამპანია, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის კანონმდებლობით დაწყებული. მეორეს მხრივ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ვალდებულებები დაეკისრათ, შეზღუდვები დაეკისრათ მთელი პერიოდისათვის ყოველ ნებისმიერ დროს, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. მაგრამ შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე არ მოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. არ მოქმედებს არც მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, არც საჯარო მოხელეების ჩართულობაზე. რეალურად ის ნორმები, რომლებიც დევს წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიანი უზრუნველყოფისათვის, როგორია ეს ნორმები კიდევ ცალკე თემაა, თუმცა არსებობს ესეთი ნორმები, ისინი არ მოქმედებს დღევანდელ რეალობაში. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდი უნდა გაზრდილიყო. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო ინიცირებული რიგი ცვლილებები ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
დღევანდელი რედაქციით წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია საბიუჯეტო ცვლილებების დამატებითი ინიციირება, ანუ ახალი პროექტების ინიციირება ან არსებულების ზრდა. ჩვენი ინიციატივით ეს პერიოდიც უნდა გაზრდილიყო 1 ივნისიდან და ამასთან ერთად გარდა ამ ცვლილებების ასევე არ უნდა მომხდარიყო ბენეფიტების ზრდა, რაც შეიძლება არ იწვევდეს არსებული პროგრამის საბიუჯეტო ცვლილებას, მაგრამ რეალურად ბენეფიტები იზრდებოდა. ხდებოდა ეს 2010-ში იყო ფაქტი, როდესაც ბენეფიციართა ჯგუფები შეიცვალა, გადალაგდა, ასე ვთქვათ, და ჯგუფებებში და ამას არ დაერქვა პროექტის ზრდა, იმიტომ რომ არ ჯდებოდა საარჩევნო კოდექსის დადგენილ ნორმაში. იყო რეგულაციები ასევე სარეზერვო ფონდზე, როდესაც სარეზერვო ფონდი აღდგება ბიუჯეტში ცვლილების შეტანისთანავე, ანუ რეალურად კი არის დაუშვათ საპრეზიდენტო ფონდი 50 მილიონი, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება 100, 200, 300 მილიონიც კი იყოს, იმიტომ რომ ყველა საბიუჯეტო ცვლილების დროს ის ახლდება ახალი თანხებით. ამაზეც გვინდოდა რომ შესაძლებლად დაწესებულიყო. გარდა ამისა, შენობების გამოყენების ტექნიკური წესი არ არის დადგენილი საარჩევნო კოდექსში და გვინდოდა რომ ესეც გაწერილიყო, როგორ იყენებენ პოლიტიკური პარტიები შენობებს და დადგენილიყო წესი, ვინ გამოუყოფს შენობას ამა თუ იმ პარტიას, რა ვადაში უნდა მისცეს მას თანხმობა და როგორ უნდა მოაგვაროს საოლქო კომისიაზე იყო ეს ვალდებულება გაწერილი, როგორ უნდა მოაგვაროს მან ეს წესები. პოლიტიკურ თანამდებობის პირებზეც იყო ინიციატივა, როდესაც დღევანდელი რედაქციით ვიცით რომ საკმაოდ ფართოა პოლიტიკურ თანამდებობის წრე, პირთა წრე, ამაზე მანამდეც იყო საუბარი, პირიქით ჩვენ ორგანიზაციებს ჰქონდა რეკომენდაცია რომ შემცირებულიყო თანამდებობის პირთა წრე, თუმცა დეკემბრის ცვლილებებით დაემატა მათ გუბერნატორები და გამგებლები. ჩვენი სურვილია რომ ამ სიას გამოაკლდეს როგორც გამგებლები, ისე გუბერნატორები, მინისტრების მოადგილეები, ასევე არაარჩეული მერები. თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამ საკითხებზე შეჩერებულია მსჯელობა, დიდი იმედი გვაქვს რომ რაღაც ეტაპზე მაინც შევძლებთ გავიტანოთ ეს, ან კამპანიის საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ან თუნდაც შემდეგ ყოველთვის აქტუალური იქნება ეს ცვლილებები, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რასაც ყოველდღიურ რეალობაშიც ხედავთ. ჩვენ ისიც გვაინტერესებს, რა რა ხდება. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ძალიან სერიოზული მონიტორინგის წარმოება ამ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში. აქ რამდენად არის შესაძლებლობა რომ მიიღონ ინფორმაცია იგივე მასკერის პრინციპთან დაკავშირებით. იღებს მოსახლეობა ინფორმაციას, აქვს საშუალება ბათუმში და რეგიონებში აჭარაში ტელევიზიების ყურების ყველა ამ არხის თუ აქაც მარტო ინტერნეტი. არა, ვისაც საკანონმდებლო ბიუჯეტი. კომპლექსი უფრო კარგად იღებენ ვიზე ხალხი. რატო? რატო და კომპლექსი საკანონმდებლო არ არის და ის სტაციონარული გუნდები. ანუ სტაციონარული აღწერის უძახთეს სოფლის თოზე. იგენი ყველა მოშლილია ხო. მე შემიძლია ვთქვა ჩემი სოფლის მაგალითზე 25-ვე ოჯახს აქვს 2 სატელიტი. ერთი არის მიმართული რუსეთის არხებზე, მეორე არის მიმართული ქართულ არხებზე. და შესაბამისად მაგი პირველი არ უნდა გეთქვა ახლა იმ ოჯახს. ნუ რამე პირველი მეორე მაგრამ და რო შეხედოთ არა უფრო ინფორმირებულები არიან ვიდრე ვთქვათ ქალაქის მოსახლეობა. იმ თვალსაზრისით რომ არჩევანი არხების ყურების უფრო მეტია, ვთქვათ ყველა არხი ყურებენ რომელიც სატელიტზე გადის, ხო? აქ TV25 იქნება მაესტრო თუ მეცხრე არხი ახლა რო დაემა. ხო იმას უყურებენ ახლა. ქალაქში სიტუაცია ეგეთია. არის პირველი არხი რუსთავი, იმედი, ნუ რეალ TV ცნობილი იგი ბრენდი, შემდეგ აჭარის ტელევიზია და TV25. ანუ არჩევანი შეიძლება გააკ ამ შემთხვევაში, მაგრამ ალტერნატიული ინფორმაციის წყარო არის მინიმიზირებული. იმიტომ რომ თქვა რომ ავიღოთ TV25, ხო? ეგ შეიძლება იყოს ლოკალური ამბებზე მიმართული ტელევიზია, ხო? ამ შემთხვევაში არის ცენტრალური არქივი, რომელიც უფრო ახდენენ ამ საკითხების, ანუ საარჩევნო საკითხებზე, თქვა რაღაცა კონცენტრირება. შესაბამისად, ალტერნატიული ინფორმაციას ვერ ღებულობ. მაგალითად, იყო სიუჟეტი რეალ ტელევიზია, მე საერთოდ არ უყურებ ახლა, არც ვიცოდი, მაგრამ შემდეგ მაესტროზე და მეცხრე არხზე ინტერნეტი უყურე, იყო ინფორმაცია, ანუ უარყოფა იმისა, რაც მოხდა. ახლა ბათუმის მოსახლეობა, რომელსაც რეალ ტელევიზია მოყვება და ახლა დიდად გათვითცნობილი, რატო გავარ
დიდად გათვითცნობიერებული არა Real TV რა არის, ხო? მისთვის ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო არხი. და ღებულობს თქვა ინფორმაციას. ეხლა ინფორმაცია კარგია თუ ცუდი და სხვათა შორის ეს გაღიზიანებას იწვევს უკვე მოსახლეობაში. იმიტომ ადამიანი რომელიც თქვა ჩამოყალიბდა იმაში რომ ეს ხელისუფლება მისთვის მიუღებელია და მისაღებია თქვა მეორე მხარე რომელიც გამოჩნდა მას უკვე აღიზიანებს თქვა ესეთი დამოკიდებულება ანუ ცალკეულ ინფორმაციაზე ვსაუბრობ. ანუ ეს ერთი მხრივ გაართულებს სიტუაციას ამ საზოგადოებაში რაღაც უკმაყოფილებას დონე აიწევს და მეორე მხრივ ის პოლიტიკური სუბიექტები რომელიც არჩევნებში მონაწილეობენ წამდებიან პოზიციაში დგებიან. იმიტომ ნეგატივი უფრო მეტია ვიდრე პოზიტივი. ის TV25-ის და აჭარის ტელევიზიაც ხო ახლა რომ გამოყოთ ეს ლოკალურად მოქმედებს ეს ვერ დაიწყებს თქვა შეიძლება ვიღაცასთან მივიდეს არ ვიცი აქაური ფის წარმომადგენელი კითხოს მაგრამ გლობალურ საკითხებზე მე არ ამგონია იმიტომ პრინციპში არც რესურსი ეყოფა თქვა TV25 ხო და არც თქვა მოთხოვნა იქნება აჭარის ტელევიზიის ამიტომ მე არ ვიცი მე მგონი ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდა საინფორმაციო თვალსაზრისით. ხაზლადმა დასვლა გაგაკეთა. არა, ცუდად დამთავრდება, რატო იცი? არა, საზოგადოებრივი თვალსაზრისით უკმაყოფილების აი დამოკიდებულება ხდება უკვე თქვენ თუ გახსოვთ რევოლუციამდე ხო ამის რომ დაასდოდნენ ზოგიერთი არქის წარმომადგენელს რომ იცით რაღაცა უკმაყოფილება იზრდება და მე ამით შეიძლება სამართლიანი ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ამ ტელევიზიების არ გაშვებით ამ საკაბელო ქსელში ეს ხელისუფლება უფრო დიდ შეცდომას უშვებს ვიდრე გაშვებით. ჩვენც მაგას ვეუბნებით, ოღონდ არ გვიჯერებენ. არაფერს არ უნდა დაჯერებენ. ბატონო ასლან ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უფრო მეტად უსმარს. რო წარმოგდგეთ ხოლმე ბოდიშით რა. დიახ, ქეთი ფოტოვა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სტუდენტი. ანუ ბატონმა ასლანმა განცხადა რომ სოფელში უფრო მეტად უყურებენ ამერხებს იქიდან გამომდინარე რომ იქ არ არის საკაბელო საშუალებები. მე ვერ დამეთანხმები მას ამაში, იმიტომ რომ მე თვითონ როდესაც მონაწილეობას ვღებულობდი სოციოლოგიურ კვლევაში, ეს იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, მე პირადად შუახევის ძალიან ბევრ სოფელში ვიყავი, შევდიოდით ოჯახებში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებდა რომ როდესაც მას უსვამთ ასეთ შეკითხვას, საიდან იღებს ძირითად ინფორმაციას, ანუ რომელი საშუალებას უყურებთ ინფორმაციის მისაღებად. ისინი აცხადებდნენ რუსთავი 2-ს და იმედს. აბსოლუტური უმრავლესობა მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ალტერნატიული არხების ყურების საშუალება, მიუხედავად ამისა ისინი უპირატესობას მაინც ამ არხებს ანიჭებდნენ. ამ მხრივ მე ვფიქრობ არ არის მაინც ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება. დიახ, საშუალება თუმცა არ უყურებენ, დიახ. ეს გარშევანის თავისუფლება. გობები, ხო? უკაცრავ. ასლანჭანიძე. აივანზე რომ დავდგა გობები. ჩემმა მეზობელმა დადგა ორი გობი აივანზე. რეაქცია ანუ რუსთაველის ქუჩაზე, ხო? აი დელეგაციები ჩამოდის, ტურისტები ჩამოდის. ამიტომ ეს გობები ისე დადგი რომ ანუ თებშები გობი რა. თებშები ისე რომ არ გამოჩნდეს, ახლა სახურავზე არა. აივანზე არა. ახლა საძინებელ ოთახში ლოგინის ქვეშ გობს ხო აღიგი, თებს ხო არ დავაყენებ, არა? ხო, არა, სიგნალს ვერ მიიღებს თორემ ანუ მე რომ გქონდეს სასურვილი ფიზიკურად მე ტექნიკურად ვერ ვაფერხებ რუსთაველის ქუჩაზე დავდგა ანუ ისე უნდა დავდგა რომ ეს ქვევით უნდა ჩავწიო შესაბამისად სიგნალი არ მოდის კარგი და ანუ პრობლემები მექნება. რაც შეეხება ინტერნეტს მე რატო გამოვყევი ბათუმი და სოფელი. ბათუმში მე თუ ინტერნეტით მოსარგებლევა ჩემი მშობლები რომელიც ფაქტობრივად ტელევიზორზე არიან მიჯაჭვული იმიტომ მოხუცები არიან და ახლა მათი წყარო არის გაზეთი და ტელევიზია. მათთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი კია, მაგრამ არ იციან ბატონო. და ღებულობენ ინფორმაციას გაზეთი და ტელევიზია. და ერთ-ერთი წყარო ვარ მე, როდესაც თქვა რაღაცას უყვები. იმიტომ მე დამჭირდა იმის ახსნა, რომ Real TV არ არის ტელევიზია, სულ სხვა რაღაცა არის. იმიტომ მანამდე უყურებდა ამ ხალხი ტელევიზიას, ხო? საგამოძიებო ფილმები რო გადის სერიალებად რაღაცა. ამიტომ ეგი ართულებს სიტუაციას თუ არა მე პრინციპში ახლა ან მასკერის რო შემოიღებენ ხო? TV25 არის საკაბელო ქსელში ჩართული ხო? რამდენჯერ იყო მომენტები როდესაც იყო გათიშული. ანუ მე
ხო, არა, შეთანხმდნენ თუ არ შეთანხმდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რაღაც მომენტებში ითიშებ. ჩვენსა პროტესტიც მოყვა მას, ნატემედაშვილი ჟურნალისტი. საზოგადოებრივი პროტესტის შესაბამისად მე იყო ხოლმე შემთხვევა, როცა ირთვებოდა იგივე ეს თემაზღაპში, რამდენჯერმე ყოფილა ეგრეთ შემთხვევა ჩვენს თემაზღაპში. და კავკასია ჩართო ირამ რამდენჯერმე. ჩართო, კი ბატონო. ეს იყო ლაზიკას განვითარების დახსნა რო და ეს ხო ლაზიკას გახმაურება, მაშინ იყო რაღაცა დიდი ღელოები, რაღაცა საზოგადოებრივი სპორტები და აქედან გამომდინარე იყო სხვა რაღაცის გადაფარვაც იყო და ნახსენებ ასლან აბაშიძის პერიოდი, ასლან აბაშიძის დროს რევოლუციის წინა პერიოდი იყო, რუსთავი ორი როცა ირთვებოდა, მაშინ ქონდა ძალიან დიდი პროტესტი იმას, რომ ჩაგმართეთ რუსთავი ორი და იყო როგორი საზოგადოებრივი პროტესტი, მაშინ მოყვა რაღაცა შედეგი ასლან დიქტატორ ასლან აბაშიძის დროსაც რომ ჩართეს რუსთავი ორი. მე მგონია რომ ეს მაშინაც კი შესაძლებელი იყო რომ საზოგადოებრივი პროტესტი ტელევიზიები ჩაერთოთ, ხო? კარგია. ჩვენთან ასეთი საინტერესო ფენომენი ხდება. თბილისში იგივე ობიექტივი გადის რადიოთი, ხო? აჭარაში გადის ობიექტივი პრაქტიკულად რა ვიცი, როჩათო სულ გადის. და მთელი ღამე გადის. ეს არის ახალი ფენომენი ახლა. ჩემგან რამდენად ჭკვიანურია დღეს ესე ობიექტივზე ლაპარაკი ეს საკითხია, მაგრამ ხო, არა, ეს სერიოზული ფენომენია. იმიტომ რომ არხი, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერობს, როგორც სწორი ტერმინი ვიხმარე, ხო, და თუ ინფორმაციის გაგება გინდა, ასე ვთქვათ, აქეთ ჩართე, იქა 12-ის მერე არხიდან, თუ 60 საათამდე მოусმინე ყველაფერს. აი, როგორ, ახერხებს რა გასვლას. და ეს მე რას ვამბობ, რომ ეს საინტერესო ფენომენია, რომელიც რაღაცნაირად, ну ახლა დღეს განსახილველი არა, მაგრამ ანალიტიკურად განსახილველია. მაესტრო ვერ ახერხებს, კავკასია ვერ ახერხებს. და მაესტრო ხო იყო ეს პერიოდი ბათუმში? ეს პერიოდი იყო 25 არხზე და დღეს 25 არხზე მაესტროს გადაცემა არ არის, მაგრამ გადის ობიექტივი. მე მეგობრებმა შეკითხები, რომელზეც პასუხი არ მაქვს. პროდუქტი რა არის, რა გადის მართლა არის. რა პროდუქტი გადის, როიწახი ინტერნეტ ტელევიზია, ობიექტივის ინტერნეტ ტელევიზია გადის ამაში? ზაზა ჩავლეიშვილი, რესპუბლიკური პარტია. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად ჩართულია საკაბელო ტელევიზიაში. როდესაც დადგა საკითხი, სამი საკაბელოა ხო თქვენთან? მე ვერ გეტყვით, მე ვიცი რომ რა არის ძირითადი რაიონს მოიცავს, არის 21 არხი, 21 საკაბელო ესეთი და ახლა დანარჩენი რაიონის ვერ გეტყვით. არა, ბათუმში 3-ია. ხო, ну არა აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში ჩამოკიდულია მაინც საკაბელოზე თებშების დაგმა პრობლემა არის, როგორც აგესთან იმის გამო რომ საგრებულო კრძალავს აივანზე გამოტანას. ახლა გადაწყვეტილება არის. არა, როგორც კონდიციონერი მაგალითად გადანა ფასადზე მე ეცეცეთი დაამთავრებული. მიერებს ტექნიკურად შეუძლებელი ხდება რა. ბადოვერაკლე საკრებულო არაფერს არ გრძალავს და ახალი არ არის. ეს არის მთავრობის 57 დადგენილების მეოთხე მუხლი. ფასადზე არავითარი კონსტრუქცია არ შეიძლება და სახურავი არის ფასადი. ამიტომ ეს არ არის საგრებულოს დაზე, ეს უნდა ვიცოდეთ. ეს არის მთავრობის დადგენილება 2009 წლის 24 მარტის 57 მეოთხე დადგენილება. ბატონო? დადგენილება. ახლა ხელზე არ ამბობ. კი როგორ და ამ ხრივ ესე შეიზღუდა? შეზღუდულია. თებშები შეზღუდულია. ახლა რა ხდება, როდესაც ერას დაუყენეს საკითხი რომ რატომ მართავ თქვა კავკასიას მაესტროს ან სხვა ჩვენო ტექნიკური საშუალება გადატვირთული არხებია. ეხლა რომ მოგახსოვოთ არხებთან დაკავშირებით, იქ არის მაგალითად 21-ზე, რომელიც ჩემო რაიონში იყო და ეხლა გადავედი ერაზე. იქ არის ჩართული არხი, რომელიც არის ეხლა რაღაც ის არის რელიგიური რელიგიას გაუგება
არია კაცო რომელი რელიგია არატრადიციული რელიგიებია შეიძლება ხავს მისი მომყოლებელი ამას ვერ აკრძალოს მაგრამ ქვეყანაში სადაც ერთადერთი მასა მოისწორებს რაღაც სხვა ახი დაკეთო ეს რელიგიური აქტია ჩართული გარდა ამისა გამოცვალოს გარდა ამისა საგაბელოზე არის ისეთი არხები რომლის დიდი მოთხოვნა არ არის ფაქტიურად და ამ დროს პრობლემა დაგელებენ იმას რომ მაესტროს თქვათ და კავკასიის შეთანხმა არ შეიძლება ყველანაირად ფაქტიურად იზღუდება და ეხლა ადამიანი შეერი მოქალაქე რომელიც მოდის სახლში და პირდაპირ იწყებს სერიალები და სერიალზე გადასვლას სერიალ და სერიალშუა საინფორმაციოზე გადართვა მას ფაქტიურად აღარ თავს ეს არის მიშვეული და უყურებს იმ ინფორმაციას რასაც იძლევა ეს სამაია ტელევიზიები ეს არის ასე დიახ კოალიციის ახალგაზრდებმა ჩაატარეს აქცია ერთ-ერთი საკაბელო ტელევიზიის წინ და მოთხოვეს თქვათ მაესტროს ჩართვა. პასუხი იყო რომ დაგვიმტკიცეთ რომ მოსახლეობაში არის ინტერესი მაესტროსადმი. მოგვიტანეთ ხელმოწერებიო. გამოცხადდა შემდეგ კამპანიას ახალგაზრდები ახლა აგროვებენ ხელმოწერებს. ბიჭო, ისა ცოტა ყვადამყარა. ხო და ნუ რაღაც ასობით ხელმოწერა ბუნებრივია შეგროვდება, რომ ეს არ არის ახლა ისეთი საშიში ხელმოწერები. აი საინტერესო იქნება, ამის გაშოქებაც კარგი იქნება შემდეგ ერთ-ერთი მეთოდი ბრძოლისა, იმიტომ მაგერ მე მოგიტანებ თქვა 1000 ხელმოწერა, აი ესე იგი 1000 ოჯახ სურს მაესტრო და თქვენ მაინც არ უშვებ. ეს არ ვიცი როდის დასრულდება ეს კამპანია, მაგრამ ახლა გრძელდება, მე ვიცი ხელმოწერების, ხო. ერთი ბადო ირაკლი რამენდოდა ხო ხელმოწერები კარგია, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციის არც ხელმოწერით, არც რეფერენდუმით, არც გამოკეთებით კანონის მიღება არ შეიძლება. და ჩვენ ვიწვალეთ მოაგროვებთ რეფერენდუმის შევატარო. პარლამენტი არ მიიღებს არამარასდროს არჩევი იგივე რისკმა მინდა. მე ჩემი გამოცდილებით რო უკვირდები ის ტელევიზია მასმედია თუ ხელისუფლებასთან არ არის გარიგებული ძალიან რთულია რომ რაიმე გააკეთოს. ავიღოთ აი მაგალითად ჩემ გამოცდილებიდან 25-იც კი გამოგირთეს. თავობას რანძღავს აგინებს ის უარი ვიღაცები ღამერულ ლაპარაკობენ რა ქვია იმას არ ვიცი. იმას არ თავენ ესე გარიგებული არიან ხო თორე ხო ისინიც ლანძღავენ ხელისუფლებას. მაგრამ რა ვიცი არ აქვს მტკიცებულებები არ მოყავენ რატო არის ეს თავობა ცუდი. რა ქვია იგივე მაგადაცემას? ობიექტივი ხო ვიტო აი ამაშია ექსპერტია ახლა ამიტომ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენ რას ვიზამ თვითონ უნდა მოხდეს გადა. მოდიში ბატონენაგლე ერთი შეხსენება კიდე არის თქვენიცით დადგენილება რომ თუ ქართულ რესტორანში მღერია რუსულად მაგისთვის იქნება პრობლემა. და საგაბელოზე არის თელი არხი გამოყოფილი 24 საათი ფოლკ რუსული სიმღერები მინჯოს. კარგია სულზე კი არ არის მაგრამ ნუ თავისას მოემაგურებსო აგზავო არის ქართულ არხებისთვის სარიელი არხი არ მოიმოება და რუსული ფოლკ სიმღერები მიდის 24 საათი. მე შეუკვეთე არ მიიღეს ანბანაგადობარეკა მაგრამ რესტორანთან დაკავშირებით ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, ამის წინათ იყო ჩამოსული, ანუ უფლებების საავტორო უფლებების დამცველი საზოგადოება იყო ჩამოსული და მათ განაცხადეს რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი. არა, აკრძალული არანაირად. დიახ. და კიდევ ერთი თუ შეიძლება. დიახ. მაგრამ რეალურად ხდება ზეწოლა რესტორანში რომ დავაკვირდეთ. დიახ. ნაკლებად არის მაგრამ თბილისში რესტორანში ხო აჯარაშიც მე შეუკვეთე და არ მიიღეს შეუკვეთე. დიახ, ბატონო ირაკლი, იცით რა მაინტერესებს? გიორგი ბოდიში ბატონო ირაკლი, მომხმარებელთა უფლებებში რაიმე იურიდიული ნორმა რამე თუ არის გაწერილი, რომელიც გაითვალისწინებს, რომ მომხმარებელთა თქვათ გარკვეული რაოდენობის მოთხოვნის შემთხვევაში ესა თუ ის არხი ჩაერს, ან მსგავსი რეგულაცია არსებობს თუ არ არსებობს? არა, რაღაცა რეგულაციები არსებობს, მაგრამ თავად მომხმარებელთა უფლებების კანონი ჩვენთან იმდენად გამოიშიგნა,
რომ დღეს მასზე დაყრდნობით რაიმე ჩვენი უფლების დაცვა არის შეუძლებელი. თან რაც თავარია, ეს არის სპეციალიზებული კანონმდებლობა მაუწყებლობის შესახებ კანონი, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ამ კუთხით რეგულირდება. ამიტომ შენ თუ გინდა რომ კანონმდებლობის დონეზე რამე გამოცვალო, ხო, უნდა გააკეთო ეს მაუწყებლის შესახებ კანონით, იმიტომ რომ რეგულატორია იქ, მარეგულირებელი კომისია არსებობს და ვერანაირი სხვა კანონმდებლობით შენ ვერ დავალდებულა და რაც თავარია, იმ კანონში არის ეს ყველაფერი გაწერილი, ანუ რაც ეხება კომუნიკაციების სფეროს, ის სპეციალური აი ამ კანონებით რეგულირდება, რომელიც შიც უნდა შეიტანოს ცვლილებები და ნუ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ვითარება გვაქვს. მოგესალმებით. წუხელას გისმენდით და კარგი იყო საუბარი. ჩვენ დაახლოებით მე პირადად ახლა უკვე მე-3 წელია რაც მსგავსი ასლან ლორდ-კიფანიძე პოლიტოლოგი. და ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე თუ რა გვჭირს. მაგრამ ძალიან ნაკლებად საუბრობთ იმაზე თუ როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და სად არის ეს გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის სამოქალაქო აქტივობას აქვს რა გარკვეული აზრი, თუმცა არის რაღაც მომენტი, როდესაც სამოქალაქო აქტიურობა გარკვეულწილად აზრს კარგავს. იმ შემთხვევაში, თუ კი მას ზურგს არ უმაგრებს, მოდი პირდაპირ ვთქვა, ეს არის დემოკრატიული ტერმინი, მასობრივი მრავალ 10,000 კაციანი აქციები ზურგამაგრებული, იმიტომ რომ ეხლა ძალიან კარგი პროექტია თვითონ ეს პროექტი, რასაც თქვენ დაიწყეთ, მაგრამ თუ თქვენ ზურგს არ გაგიმაგრებთ, 100,000-ობით ადამიანი გარწმუნებთ, რომ ამას ვერ ექნება შედეგი, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობა. ამის სინქრონი ჩვენ მოგცემს შედეგს და რეზულტატს. კონკრეტულად ჩვენ ჯერ ვეცდებით, მოდით ასე, ხელმოწერებით დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, სახეზე წარმოვადგინოთ ხელმოწერებით ეს ხარდაჭერა და რაც შეეხება ახლა სამოქალაქო სექტორს, ბევრი აქცია გვაქვს გაკეთებული, დღესაც ვაპირებთ რომ ფლაიერები დავარიგოთ და რაღაცები გავაკეთოთ. ეს უფრო პოლიტიკური ხაზა მიმართულება არის, მე მიმაჩნია რომ რა თქმა უნდა საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის ვცდილობთ ახლა რომ ყველა რეგიონებში გავიდეთ, ოღონდ ჩემი აზრით ხო სხვადასხვა ფორმა არსებობს ამ ხარდაჭერის დაფიქსირების. თუ ხელისუფლება სულს რაიმეზე გაიაზროს იმ ცვლილებები და რა ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ 10,000 კაცი რამდენიმე დღეში ამ ხელმოწერას თუ დააფიქსირებს, ეს არის მათთვის საკმარისი არგუმენტი. იმიტომ რომ აქციები მე ისე ვატყობ, ამ ქვეყანაში კიდე იქნებოდა ძალიან სერიოზული, ოღონდ ეს იქნება შედეგი იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს არ გაითვალისწინებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ესე იქნება საუბედუროდ მე ესეთი პროგნოზი მაქვს, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ გვინდა აი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ არ უნდა მოგიდო კაცმა იმას ხელი, რაც ვერ გააკეთებ. ახლა ვერ ვთქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია TI სამართლიანი არჩევნები და არჩევნის თავისუფლებისათვის ახლა 10,000 კაცს ქუჩაში გამოვიყვანს, ვერ გამოვიყვან და არასერიოზული იქნება ჩვენი მხრიდან ამისი განცხადება, მაგრამ რაც შეგვიძლია რომ 10,000 ხელმოწერა ავაგროვოთ, მაგას გავაკეთებ დანამდვილებით ვიცი. აი მაგას გავაკეთებ. ეს ხელმოწერების შეგროვება და ყველაფერი დასრულდება არჩევნების დამთავრებული იქნება მე მგონი. ან პროცედურულად ამას ვერანაირად მე მგონი პროგნოზი არა არჩევნებამდე. არა. მე მაინტერესებს თვითონ ძელვადიანი პერსპექტივა ერთია, ხო ახალი თუ შეიცვალა ხელისუფლება და იმასაც თუ დაჭირდა ეს ხელმოწერები და შეგროვება აღარ გვაქვს. ასლა მონსტრები არ ყოფილვართ ამისი? არ ყოფილვართ მონსტრები, ვინმეს ეგონა იმ შეხვედრაზე სხვადასხვა ერთ-ერთი თემა მაგით წამოიჭრა, რომ თქვენ ნამდვილად არ მეგონა თუ 7 წელი გავიდოდა ამ ქვეყანაში და 10 წელი თქვენი ხელისუფლების ხელში მეთქი და იმაზე მოგვიწევდა საუბარი რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს და ხელმისაწვდომობა უნდა იყოს თუ არა მედიაზე. სიურპრიზებისგან არა ვართ დაზღვეულები, ბევრი რაღაცის გამო. რაც შეეხება მოკლევადიანი გრძელვადიანი. ჩვენ ვფიქრობთ მოკლევადიანზე რა თვალსაჩინო, რომ შედეგი ძალიან მალე იქნეს მიღწეული, იმიტომ მინდა რომ ერთ კვირაში მოხდეს ხელმოწერების შეგროვება. პარლამენტ შეუძლია ეს განიხილოს ერთ თვეში, საკანონმდებლო ინიციატივას აქვს თავისი ვადები. თუმცა ბიურომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე რა ვადებში განიხილავს. რა თქმა უნდა, ესეც არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ ზემოქმედება მათზე უნდა იყოს არა მარტო ის, რომ ჩვენ ხელმოწერები შევაგროვოთ, მერეც უნდა გავაგრძელოთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმირში მიღწევადი არის, თუ კი
ივლისში თუ მიაღწიეს და აგვისტოდან თქვა მასტკერის პრინციპი თუ შემოვიდა თუნდაც რამდენიმე თვით, ხო? ესეც მიგვაჩნია რომ რა თქმა უნდა მე მირჩევნია რომ 1 ივლისიდან ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაგრამ ამიტომ მოკლევადიანზე ჩვენ ორიენტირებულები ვართ, თუმცა ისიც კარგად ვიცი რომ ზედიზედ 3 წელი ჩვენ არჩევნები გვაქვს ახლა. საპარლამენტო ყველა ახლა საპარლამენტოზე ვფიქრობ და ახლა გაითვალისწინა თუ წინ საპრეზიდენტო გაქვს, ხო? და არ ამგონია რომ ის ნაკლებად სერიოზული იყოს. გრძელვადიანია ეს ყველაფერი. ადგილობრივია, რაც აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაინც აქ უფრო მეტად აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის იმ ადგილობრივ ორგანოებს ვიდრე იქ. დანარჩენ აქ უფრო, იმიტომ რომ აქვე არის ხელისუფლება ავტონომიურის და ამ თვითმმართველობის ორგანოებს უფრო მეტი მნიშვნელობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანში მივახციოთ პირველ რიგში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზეც ვარ ვთქვათ. აქცენტი მართლა გვაქვს აღებული, რომ ერთ კვირაში ამ დღეში ეს უკან შევიტანოთ ყველაფერი, ხელმოწერები იყოს და უკვე მერე რეალურად თუ ნება არ არსებობს, შედეგი იქნება 0, არა? ნებას არა ხელისუფლების რა თქმა უნდა ნება თუ არ იქნება ჩვენ ზემოქმედება გვინდა იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან ყველაფერმა ერთად ნება მოიგონო მე რატო საუბრობ იცი კლინტონის ვიზიტი არა რომელსაც დიდი იმედით ბატონო პარმენ უკაცრავად გიხელს გიშლით მაპატია დიდი იმედით ელოდებოდა თქვათ პოლიტიკური სპექტრი არა და იგივე NGO სექტორი და თქვათ იმ შეხვედრაზე რომელზეც მე ვიყავი იქაც იყო ამაზე საუბარი ხო და ყველას ჰქონდა იმის იმედი რომ აი საკითხი დადებითად გადაწყდებოდა რა ანუ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უარი განაცხადა რეალურად თუ ნება არ არსებობს თუ ჩემთვის მაგალითად ეგ საკითხი თუ არ იქნება გადაწყვეტილი ნაკლებად დამაჯერებელი იქნება რომ სამართლიანად ჩატარდება ეს არჩევნები არა მე გადაწყვეტის გზა თუ ჩვენებ არა გია მე სხვა რამეს ვამ ანუ სამართლიანი არჩევნებს მარტო ხმის პროცესი ხო არ უზრუნველყოფს კი არა თუ იქნება ინფორმაციული ვაკუუმი არ არის ეს სამართლიანი არჩევნები ჩემთვის პირადად იმიტომ თუ არ მიეცა კანდიდატ საშუალება ნებისმიერ ადამიანთან მიიტანოს ხო თავისი მოსაზრება მაშინ რანაირად არ უნდა ჩატარდეს იქ ხმის მიცემის პროცედურა ხო ზეგავლენა იმდენია თუ პირდაპირ თუ არა პირდაპირ იგი მედია ზეგავლენას ახდენს ადამიანის გადაწყვეტილებას ინფორმაციის მიწოდებით ხო სწორედ მაგიტო არის ამ ინიციატივაში ზუსტად მედიაზე აქცენტი ძალიან სერიოზული გაკეთებული კი მართალია წინასაარჩევნო პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების პერიოდში იმიტომ რომ ხმის მიცემის დღეს არ წყდება ყველაფერი მანამდე იღებს გადაწყვეტილებას ამორჩეველი და ინფორმირებული გადაწყვეტილებისთვის არის ზუსტად ეს რეგულაციები მისაღები ამიტომ გვინდა რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს არ ვართ ესეთი პესიმისტურები გამომდინარე იქიდან რომ კამპანიის პირველი ფაზა ძალიან მტკივნეულ ცვლილებებს ეხებოდა რომელზეც საკმაოდ დიდ ნაწილზე სასტიკი წინააღმდეგი იყო ხელისუფლება თუმცა მოუწია პოზიციების დათმობა ერთის მხრივ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო მეორეს მხრივ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გამო ახლაც არის ასეთი მდგომარეობა უბრალოდ ამას უფრო მეტი ძალა დაჭირდება ვიდრე პოლიტიკური გაჩვენების კანონს იმიტომ რომ ეს უფრო ვთქვათ, მათთვის უფრო მეტად მტკივნეულია ალბათ ამის მიღება. თუმცა აქაც ჩაერთვება საზოგადოება ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მათთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ისინი დიდ ნაწილს ჩვენი ცვლილებებისას ხარს უჭერენ და ეთანხმებიან და იმედია, რომ ეგრეთ წოდებულ მობილობასაც გაუწევთ. კი, რა თქმა უნდა. ერთსაც გეტყვით, აი სხვათა შორის ჩვენ გონია რომ უცხოელება ყველაფერი იციან. მათთვის აღმოჩნდა ძალიან სერიოზული სიურპრიზი ის ცვლილება, რომელიც არის ხმების დათვლასთან შეტანილი და მე მინდა განსაკუთრებით პარტიების წარმომადგენლებმა გავამახვილოთ ყურადღება. სერიოზული სიურპრიზი აღმოჩნდა ხმების დათვლაზე, ხმების დათვლის პროცედურაში. ეს ცვლილება შეიტანეს 2010 წელს. თვითმმართველობის არჩევნების წინ. თქვენ რომ ნახოთ ადრე რაც იყო ასე ვთქვათ ძირითადი შენიშვნები ხმების დათვლის პროცედურაში ეს ეხებოდა რას რომ ბალანსი არ გამოდიოდა ძალიან ბევრ ოკრში
ამოიღეს ოქში დაუყოვნებლივ შეტანა მოსულ აურჩეველთა რიცხვს. მცირე შესწორება არის, რომ მოსულ აურჩეველთა რიცხვი ადრე ფიქსირდებოდა დაუყოვნებლივ, ანუ სანამ ყუთები გაიხსნებოდა, აფიქსირებდნენ მოსულ აურჩეველთა რაოდენობას და ის იწერებოდა ოქში. ცვლილება შევიდა და ოქში ის ითვლება მაშინ, რომ ოქში შედის მას შემდეგ რაც ხმის დათვლას დაამთავრებენ. ხო, ანუ ბალანსს სვავენ მერე ავტომატურად, რასაც ჩაყრიან, რასაც შეასწორებენ, შემოასწორებენ, მერე იმას დააჯამებენ და შეხავთ. მანამდე იყო რა, რომ შენგოდა საკონტროლო ციფრი სიტყვაზე 759 კაცი მოვიდა უბანზე, მერე რასაც არ უნდა გემაიმუნა იმას რომ დააჯამებდი 759 უნდა მიგეღო. ვერც ერთი თმეს და ვერც ერთი ნაკლებს ვერ მიიღებ. როგორც წესი იმ ფაცი ფუცში ახლა მაინც ზოგი იქ დამკვირვებელი გეჭხუბება, იქ პარტიის არა, იქ ვიღაცას უნდა დაუმალო, ამ ბალანსს ვერ სვავდნენ. ამოიღეს ეს ციფრი, ამოიღეს პროცედურულად მცირე გადანაცვლება გააკეთეს, რომ მაშინვე ითვლის, რომ ოქში წერს, რომ აი ყველაფერი როცა შეივსება ოქში, მაშინ ჩაიწერებ. და მივიღეთ რა, 2010 წელს თქვენ ვერ ნახავთ ფაქტიურად ოქზე რაიმე საჭივარს შემოტანეს, როდესაც 2009 წლის არჩევნებზე და 2008 წელს საერთოდ ეწერა 25% არასწორად დაითვალა, სუდად დაითვალა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელზე იყო ოქმები. ასეთი ცვლილებები შედის. სამწუხაროდ ამაზე რეაქცია თავის დროზე არ ყოფილა. პარტიების მხრიდანაც არ ყოფილა, ვინც იმ მენდიაის ჯგუფში იჯდა. ეს იყო სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ ამას სერიოზულად გაზარდა გაყალბების შესაძლებლობები. ჩვენც ვნახეთ საკმაოდ გვიან, როდესაც ჩავერთვეთ ამ პროცესში, საარჩევნო კოდექსი გადავხედეთ, ვნახეთ საკმაოდ გვიან. ერთ-ერთი ცვლილება რაც გვაქვს შეტანილი, მინდა ამისი უკან დაბრუნება. რადგან ერთ-ერთი საკითხია, რადგან კატეგორიული წინააღმდეგები არიან. და მაშინვე მივხვდით, რომ ანუ ჩვენ მართლები ვიყავით იმაზე, რომ ეს გამარტივებისთვის კი არ არის გაკეთებული, ხო? ერთი ციფრი, ახლა 1 საათით ადრეშევა უჩვით, რომ 1 საათით გვიან, რას ამარტივებს ან რას ართულებს ხმის დათვლის პროცედურაში. ეგ არის. ანუ ასეთ საკითხებზე მე გთხოვთ, რომ აი იგივე პარტიების წარმომადგენლები, ადგილობრივ უცხოელები იმათ უთხრათ, იმიტომ რომ როდესაც 2-3 ორგანიზაცია ვეუბნებით ხოლმე ამას და ეხლა ჩვენ შევიტანეთ კი ძალიან რთული ასახსნელია ეს ყველაფერი, რომ ნუ ამისთვის კეთდება. იმიტომ რომ მე მახსოვს რა რეაქცია მე და კოტა ვიყავით ერთად პირველად საელჩოს რო უთხარით, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა ამერიკის საელჩოში. და კარგა ხანი ვერ დავაჯერეთ და მე ნუ 10 ადგილას გადაამოწმეს ესეა და საბოლოოდ 2010 წელს თქვენ მიიღეთ ოქმები აბსოლუტურად გასუფთავებული. და ეს იყო შედეგი ამ ერთი პატარა გადანაცვლების. ერთი პატარა გადანაცვლების და ასეთ რაღაცებს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება არა მარტო NGO-ების მხრიდან, არა მარტო არასამთავრობოების მხრიდან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რამდენიმე შეხვედრაზე პარტიამ ეს პოზიცია არ დააფიქსირეს. კი ჩვენ ვაფიქსირებთ მუდმივად, მაგრამ ნუ ისიც არის ხო, ახლა პარტია თუ არ აფიქსირებს როგორც მონაწილე თავად პროცესის ამ პრობლემას, ეს ზრდის იმის საფრთხეს, რომ თქვა დამკვირვებლება საერთაშორისოებმა ჩავთვალოთ ჩვენ რაღაცა ჰიპერბოლიზაციას ვახდენთ ასეთი საფრთხეების. და ეს არის სერიოზული ეს იყო სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი გაყალბების. ვარი კიდე სხვა საკითხები, ხო? მე თქვენგან მაინდა თქვენი აზრით ამ რეგიონში პირველ რიგში პრობლემა რა არის საარჩევნო გარემოს კუთხით? აი სამეგრელოში ერთმნიშვნელოვანი იყო ინფორმირებულობა. სამეგრელოში სადაც დიდი არის ზეწოლის ხარისხი მოკალაკეებზე, იქაც კი პირველ ადგილზე მაინც ეს დაგვიყენეს. და თქვენთან არის თქვენი აზრით. სპეციფიკალი რომელიც ამას ვხედავთ, თქვა ძლიერი კონკურენტი ყავს ხელისუფლებას, რა? და შეიძლება ამას მოხდეს, თქვა სამოსახვაში, აზერბაიჯანს არის, მაგრამ მაინც. და როდესაც არის ასეთი კონკურენტი, ამის შემდეგ ზუსტად იქ ჩასვამენ იმ სპეცუბანს, სადაც ჭირდებათ. საიდან მოდის ეს ხალხი? სპეცუბანი ეს არის, თქვა სახელმწიფო დაცვის სამსახური. არ სამხედროები, რომლებიც თქვა ცხოვრობენ ბათუმის შემოგარენში, შეიძლება ბათუმში ცხოვრობდნენ, მაგრამ თავისუფლად შეუძლია დასვენების დღე არის ის დღე, ხო? მივიდნენ და სახელმწიფო დაცვის მივიდნენ და სადაც ცხოვრობენ იქ მიც ხმა, მაგრამ ან როგორა უწირავს მეტალურგს სია ზის მანქანაში და თითოეული მათგანი უნდა მივიდეს და მანდამაინც იმ სპეცუბანში უნდა მიძეს ხმა და ალა მოგეხსენება შესაძლებელია კონკურენტ უნარიანი თუ არის და თქვა ობიექტური არჩევნები თუ ჩატარდა იქ ყოველთვისაა იმის ალბათობა რომ
ამ ეს ხალხი იმ დღეს გათავისუფლებულია, დასვენების დღე არის. და რაღაც რაზმი მუშაობს. იმათთვის კი ბატონო შეიძლება თქვა 30 კაცისთვის, ან და არა 500 კაცისთვის, რომელიც მოვა და რიგში დამდგარი მოქცევა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე რა ხდება კიდე ამ სპეცუბანთან დაკავშირებით? ეს სპეცუბანი იზოლირებულად მასში მონაწილეობას იღებს მოქალაქეს. მაგრამ ოდესაც წარმოიდგინეთ, ერთი 300-400 კაცი შედგება რიგში, ადგილობრივი მოქალაქე მონაწილეობას ვერ იღებს. ეს პარალელურად გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ხმას ასდევს მიზანმიმართულად, ოპოზიციურად განწყობილი თუ კი არის ვინმე, ის ფაქტობრივად ვერ იღებს მონაწილეობას ამ უბანში. დამატებითი კარგება ხმები კიდე. უცდი დაღლა ზოგიერთი არ შეგიშვება რიგშია ჩამდგარი დადაკი უგანახა 400 კაცი რამდენ ხანს მოგიწევს არა? შერჩეულია ისე. სპეცუბანი მაგალითად სახელმწიფო დაცვის არა ეს ერთი წუთი ის უნისავტო ორი უბანი მაგ იყო 1900 კაცი ერთი წუთი სპეცუბანიც ორი იყო შიფქალაკში და იყო ჯარის ნაწილი შემოყვანილი გორიდან იყო 2400 სამხედრო იყო თუ არა გამიცვადი იყო დაფიქსირებული 2400 ეს საერთოდ ანუ ერაგი გოდიში აი ამ უნისამართოებზე ახლა თქვენ იცით ალბათ ვინ არის უნისამართო არის უნისამართოებთან იყო მიღმული ზუსტად მასეთი კატეგორიის არა არა გეტყვით ახლა უბანი სხვადასხვა არის მაგრამ იყო პრეცედენტი აგერ ბიჭო როცა უნისამართოების უბანი იყო იქ იყო რაღაც ფედერალურ მით უმეტეს მე ვიცი ახლა მაგ მქონდა საოლქოშიც ვიყავი წარმომადგენლად და მაგ უბანსაც ვაკონტროლებდი და ვიცი რომ ერთი შემთხვევა, როდესაც თავისუფლად მივიდა მოსახლეობას 70-80%-მა წინააღმდეგი ხმა მიიღო ხელისუფლება. შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დაცვის ხალხი ჩასვეს, ფაქტიურად მოქალაქეებიდან მიიღო სულ 80%-მა საშუალება მიეცა, რომ ვინ ძალიან ადრე მოვიდა, ხმა მიეცეს. ეს ხმები დაიკარგა. ამის შემდეგ გაუჭირდათ, იქ მოხსნეს და გადმოიტანეს აი აქ გვერდით. აგა ამ შენობის უკან იყო ისა რა. იმიტომ აქ იყო პრობლემა შექმნილი. მაჟორიტარული ოლქის მოსაგებად იყენებენ. მაგრამ რაში არის საკითხი? მაჟორიტარული კი არის, როდესაც გადავიდა 200 კაცი რიგში და მოვიდა პენსიონერი ადამიანი, ეჩქარება როგორ გაშევიდა აღდგა კი უნდა რომ მოქცეს, მაგრამ არ გამოდოდა და წავიდა რა. უკმაყოფილება გამოდოდა, ეს შექმნებულადა და უბანი არის ძალიან პატარა. ერთი ორი კადათო მოიქნებს შექმნებულადა და თვითონ შენობა. ისმენთ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთ შეხვედრებისათვის, იმიტომ რომ რეგიონებს განსაკუთრებით ჭირდება, მე მგონი ასეთი გამოცოცხლებები და ასეთი შეხვედრები, რომ უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა გამოსვლა მოხდეს. ჩემი აზრით, ყველა აგარი გვიანზე სტუდენტი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი მაინც აქ არც ტელევიზიები არ არის, არც ყალბები არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ანუ თუ ჩვენ გვექნება ნორმალური ტელევიზია, თუ იქნება დებატები და თუ არ იქნება გაყალბებული არჩევნები, მაინც შევა ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის მმართველი პარტიის მიერ სამთავრობო რესურსების გამოყენება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავად პრეზიდენტი იღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას, პირადად აკეთებს ისეთ განცხადებს, როგორც არის მაგალითად ჩვენ ავაშენებთ ლაზიკას და თქვენ თუ არ დაგვაცდეთ 2016 წლამდე ხალხი გვაცლის, ანუ პირდაპირ აკეთებს ამ განცხადებს, ეს ერთხელ გაკეთებულა და პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაწყებული არის სამთავრობო რესურსებზე, ან ლაზიკას ხო კონკრეტულად პარტია არ აშენებს, არა? აშენებს თქვა სიტყვას თუ აშენებს სახელმწიფო. გარდა ამისა, ძალიან ხშირი არის შემთხვევები, მაგალითად იგივე თბილისში დაფიქსირებული ფაქტი, რომ 50 და 100 ლარი ჩაურიცხეს პედაგოგებს სპეციალურად და გარდა ამისა კიდევ შენიღბული უამრავი დაწესებულება, რომელიც კონკრეტულად მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და ქვეტექსტი ნებისმიერ გაკეთებული ღონისძიებისა არის მმართველი პარტიის პიარს ემსახურება. ანუ ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება ჩაითვალოს და რა არ შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტულად სამთავრობო რესურსების გამოყენებად და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მაგალითად ის, რომ პრეზიდენტმა დაიწყო განსაკუთრებით მე სტუდენტი ვარ და განსაკუთრებით ვაქცევ ამ ფაქტებს ყურადღებას, იგივე უფასო აიდი ბარათები, კარგია მე მომეწონა, იმიტომ რომ მქონდა ჩემ პირადობას გასული აქვს ვადადო ვისარგებლებ ამითი, მაგრამ არის თუ არა ეს მოსყიდვა, როგორც მაგალითად პირველად, როდესაც 2007 წელს იყო დარბევა, როდესაც მოხდა მიტინგის, დაიწყეს სკოლებში ნოუთბუქების დარიგება და შემდგომში გაგრძელდა უკვე ეს უფასო მოსწავლეს, როდესაც ურიგებდნენ. ანუ კონკრეტულად სად გადის ზღვარი, რა შეუძლია გააკეთოს თავმოყრა და რა არ შეუძლია გააკეთოს თავმოყრა. კონკრეტულად პრეზიდენტს აქვს თუ არა უფლება იყოს მთავარი PR მენეჯერი ამ ყველაფრისა და თვითონ გასწიოს ყველაფერი, ანუ მთელი საარჩევნო ჭაპანი მის თავზე აიღოს და გასწიოს თვითონ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ისეთ დაკვირვებული და აქტიური სტუდენტი ხართ.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, ნამდვილად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სამწუხაროდ პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრე, რაზეც საუბრობთ, არის საკმაოდ ფართო, ეს მოიცავს მათ შორის პრეზიდენტსაც, ანუ პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, უფრო მეტსაც საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, მერებს, მათ აქვს უფლება განუსაზღვრელად მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. პრეზიდენტს აქვს უფლება გასწიოს თავისი პარტიის, ასე ვთქვათ, პიარი, გაუწიოს მას რეკლამა და ნებისმიერ, ასე ვთქვათ, სხვა ღონისძიებაში ახსენოს ასევე თავისი პოლიტიკური გუნდი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება თავისი დაქვემდებარებული პირები გამოიყენოს ამაში, ან დაუშვათ, როდესაც არის სამსახურებრივი მივლინებით წასული, მაშინ გამოიყენოს ეს რესურსი. თუმცა რეალურად ამის გამიჩვენა არის ძალიან ძნელი და მიიჩნევა, რომ პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების მიერ გაწეული კამპანია არის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებში მოქცეული და მათ აქვს ამის უფლება. მაგრამ რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ატარებს ხელისუფლება და უკავშირებს ამას წინასაარჩევნო პერიოდს, თუნდაც უფასო აიდი ბარათების დარიგება, თუნდაც ფასდაკლების ბარათის გაკეთება, ასეთი რამ შეიძლება მართლაც სოფიოში მიღებული პრაქტიკა, რომ სტუდენტებისთვის რაღაცა უფრო ნაკლები ფასი იღებს ან რაღაცა უფასოდ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებს ემთხვევა. თუ დავაკვირდებით წინა წლების სტატისტიკას, 2008-2010-2012 წელს ხდება მხოლოდ ესეთი რაღაცები, 2009 წელს ეს არ მომხდარა, როდესაც არ იყო წინასაარჩევნო იზრდება ხოლმე როგორც წესდაშენა შეღავათების წელს. კი, აი ზუსტად ეგ ტენდენცია ფიქსირდება სტუდენტური დასაქმების პროექტები, რომ ნახოთ მასშტაბური დასაქმების პროექტები ყველა განხორციელდა საარჩევნო წლებში. თვითონ წლევანდელი სტუდენტური დასაქმების პროექტის დაიწყო რეგისტრაცია მარტში და უფრო ადრე, თუმცა რეალურად განხორციელდება აგვისტოში, როდესაც არის წინასაარჩევნო პერიოდი. თუნდაც პენსიების მომატება, ეს ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიება, ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი იყო თუ როგორ იყო არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში ემთხვევა ზუსტად სექტემბერს, წინასაარჩევნო პერიოდს. ერთი წლით ადრე დაიგეგმა, კანონი არ დარღვეულა ამით, შეიძლება ორ თვემდე ბიუჯეტში ახალი პროექტების ინიცირება, თუმცა რეალურად დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. ანუ მიზანმიმართულად სახელისუფლება სამთავრობო ღონისძიებები ხორციელდება ისე, რომ ამან ხელი შეუწყოს მმართველ გულწრფელს. სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც შეიძლება უშუალოდ კანონს არ აუხსნას, მაგრამ ძალიან ხელს უშლის თანაბარი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. ანუ რას ვაკეთებ ამაზე დავასრულოთ? ამისგან დაზღვევის ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ გაგვეზარდა წინასაარჩევნო პერიოდის განსაზღვრება. იმისათვის, რომ რეგულაციები არა ორ თვეზე ყოფილიყო, არამედ მინიმუმ 5 თვეზე, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა მოხდა. პარტიებზე შემოიღეს ვალდებულება ფაქტურად მთელი წელი მას წინასაარჩევნო შეზღუდვები აქვს დაწესებული. ამ დროს ბიუჯეტზე ეს ყველაფერი მოხსნილი არის. თქვენ რომ ნახოთ რეგიონული ბიუჯეტები, თქვენ დაინახავთ ძალიან უცნაურ რაღაცას. ყველაფერი ის, რაც აუგრძალეს პარტიას, მათ ჩადეს ბიუჯეტში. მაგალითად არის ერთი რაიონის ბიუჯეტი, სადაც რაღაცა 1000 არის გამოყოფილი სადღესასწაულო ღონისძიებებზე მოსახლეობისათვის საჩუქრების გადასაცემად. ეს არის ზუსტად ის მუხლი, რაც პარტიას აქვს აკრძალული. ანუ ეს ყველაფერი ხდება კანონიერი. ესენი წავიდნენ რა გზით, რომ რაზეც იყოს შენიშვნები წლების განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლებზე, რომ ეს არის უკანონობა, ეს არის კანონის დარღვევა. ამათ აიღეს ეს ყველაფერი გახადეს ახლა კანონიერი, უწინ იყო რომ გუბერნატორს, გამგებელს სუიწერებოდა რომ იღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესში, არ გვევს კანონს. ახლა ჩაწერეს რომ მას აქვს უფლება. ვერ დგებოდა ბალანსი ხმების დათვლის ოქმებში, ამოიღეს ის საკონტროლო ციფრი, რომელთაც ამას იჭერდი. ვეღარ დააფიქსირებ ამაზე დარღვევას. იგივე არის ზუსტად ახლა ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მათ ფაქტიურად ხელფეხი გაიხსნეს კანონში ამ ფორმულირებით. აბსურდამდე გვაქვს საქმე მისული ადმინისტრაციულ რესურსთან, იმიტომ რომ გამგებელი მედაკოტეს ქონდა ზუსტად მაგაზე თავის დროზე თვითმმართველობის კანონს რო იღებდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ რომ გამგებელი არის პოლიტიკური ფიგურა, ისინი გვეუბნებოდნენ როგორ გეკადრებათ ბატონო, გამგებელი არის უბრალოდ მენეჯერი, მის საქმე არის კანალიზაცია, ასე შემდეგ. ეხლა უეცრად რომ შემოიტანეს და რომ ნახეთ რომ გამგებელი თუნდაც პოლიტიკური ფიგურა არის და ვინა? ბრიგადირიც. და უთხარით რომ კი მაგრამ თქვენ ხო გვეკამათებოდით და გვეუბნებოდით რომ გამგებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის, უიო ხო ესო თვითმმართველობაში უნდა შევიტანოთ, ეხლა უნდა იმაში ჩაწერეს რომ გამგებელი პოლიტიკური ფიგურა. ასეთი არის ვითარება სამწუხაროდ.
მიხარე ესეთ აცმევიც ყველა სოციალური ერთად აღებული ეს რომ ყველა პარტია ვითლიდი ჩვენ რამდენი კაცი მოვიდა რამდენი იყო ბოლოს დავთვალეთ მე თქვენ თქვით ეხლა რომ ესე იგი რთული იყო შემდეგ რომ დამთხოვოდა რთული დამთხოვა კი არ იყო რთული ისე გაყალბება იყო რთული და იმიტომ ამოიღეს კანონიდან რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენ ის თქვა და რამდენი პარტია ახლა ვერ ჩამოთვლით თითებზე მაგრამ პარტიის დასახელება ხუთის დანარჩენი ვიცი გოქროაშვილი და გვარების მიხედვით ვიცი პარტიები ამდენი არასამთავრობო ფინანსები როგორ შევცვალოთ ვის აქვს წინადადები ეს სიტუაცია რომ არ იყოს მას იმიტომ რომ ჩვენ რა გვინდა ახლა იცი ჩვენ გვინდა მომისილეში ჩვენ გვინდა აი სახში როზი ხარ შენთვის წნარად ოჯახში და შემოგივარდება ავტომატით კაცი და ძალადობს გინდა რომ მორალზე ელაპარაკო იმ კაცს არ ესმის მორალი მოძალადი აი ამაზეა ლაპარაკი. ეგ ხო მოძალადი. ეხლა ჩვენ გვინდა ზემოქმედება მოახდინოთ რომ ხელწერები ყველაფერი აბსოლუტურად ყველა უსამართლო კანონებს ღებულობს. ხო ხედავთ ხელის გულზე ჩას ყველაფერი. უბრალოდ გეუბნება გართმევ. ბატონო ბიზნესს კარგად თქვა ქურდები მოსმენა და ქურდების თვითონ აიღესო ეს ხელში. სორი ქურდები ინაწილებდნენ პოლიცია ეხლა ვერავინ ვერ ინაწილებს ყველაფერი ეს ოფშიაგი მიდის და თვითონ ანაწილებენ შენ ეს ყველაფერი ვიცი მაგრამ აი როგორ მოხდეს ამის წინ აღდგენა აქტიურობით საზოგადოებამ დაუშვეთ სადა საზოგადოება არის ყველანაირად არ გამოვა ეს პირველ რიგში მოგესალმებით კოჩა სურგულაძე სტუდენტი მე მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო იმ ფაქტთან დაკავშირებით რომელიც თქვა ჩემო მეგობრებმა განაცხადა ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენება მე მინდა აღნიშნო ახალგაზრდული საქმეთა დეპარტამენტი რომელიც თქვა ბრწყალებში ჩემი მოსაზრებები გადაიქცა ნაციონალური პარტიის ახალგაზრდულ ოფისად სადაც კოლოსალური თანხების წინასაარჩევნო თუნდაც ორჯერ გაიზარდა დაფინანსება ანუ რა ხდება დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ახლა ორამდე მაინც გაიზარდა ორჯერ ანუ გაიზარდა დაფინანსება ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტების ეს არის ძალიან თქვა მისამართი მიმართული ფული რომელიც იხარჯება მოკლევადიან პერიოდში და ეკონომიკურად უსარგებლოდაც კი არის ახლა თქვენ გახედავდით უამრავ სტუდენტს რომელიც ელემენტარულად ასეთი stop and go ასეთი საუბრ და არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ მოიტანს პირველ რიგში ეს მეორე რიგში ის რომ წინასაარჩევნოდ არის გათვლილი პენსიონერების დაზღვევა სტუდენტების დაზღვევა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაზღვევა ეს რას ნიშნავს? საქართველოში მიგრანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ანუ კონკრეტულად ვინც რჩება საქართველოში ესენი არიან 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები, პენსიონერები, რომლებიც მოტყუებული დარჩენ sapensio დაზღვევით, თუნდაც სოციალური დაზღვევით, რომელიც მართლაც და ალბათ გათვლილია 5 დამატებით 500.000 ამორჩევლის ხმის მიღება და იმ 280.000 ბავშვის და ასევე 80.000 სტუდენტის ხმა დაახლოებით ნახევარს მაინც მიიღებენ ხო ამით ხალხი მოტყურდება ანუ რეალურად ამის ამსახველი ინფორმაცია არ არსებობს პიარი ვრცელდება სტუდენტებზე რომ სტუდენტური ბარათები მოგცემ საშუალებას განახევრებული ფასებით კარგია განახევრებული ფასები კარგია უფასო სარგებლობა მაგრამ ამას ვინ გადაიხდის ვინ თუ არა ჩვენ ისევ საზოგადოება მე ვფიქრობ რომ წინასაარჩევნო ტყუილია და მეტი არაფერი ანუ მე ვფიქრობ რომ თქვენ უნდა ასახოთ ის მოვლენები არ ვიცი შეიძლება ხო კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო რაღაცები მოვისმინე და საკმაოდ საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს, ვფიქრობ. მე მაინტერესებს მიუხედავად იმ არსებული ფონისა, მიუხედავად იმ გარემოსა, რაც შეიქმნა, რაზეც თქვენ დღეს ისაუბრეთ ძალიან ბევრი რამ ჩემთვის ახალი იყო, მართლა არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რაც არჩევნების დღეს ან მანამდე პერიოდში დაგვიცავს არჩევნების გაყალბებისგან, იმიტომ რომ მე წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე, ჩემ პირველი ხმა უნდა დავაფიქსირო და არ მინდა მართლა რომ ეს ხმა დაიკარგოს, ან ვინმე მიითვისოს, ან დაიკარგოს და ყველაფერს გავაკეთებ ამ ხმის დასაცავად. მადლობა. თეორიულად არსებობს. თეორიულად ეს არის საზოგადოება, ჩემო კარგო. თუ საზოგადოება მოინდომა არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს. ცდელობა იქნა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვერ გააყალბებთ. თუ ყველა დამკვირვებელი მოიქცა ისე როგორც დამკვირვებელი უნდა იქცეოდეს, ვერ გაგიყალბებენ არჩევნებს. თუ ყველა პარტიის წარმომადგენელი მოიქცა ისე როგორც უნდა იქცეოდეს და კანონს დაიცავს, ვერ გაგიყალბებენ არჩევნებს. ანუ ეს არის ყველაფერი. აყალბებს ხელისუფლება არჩევნებს იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას მას აძლევენ. 2004 წელს იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები, პირველად აირჩიეს სააკაშვილი პრეზიდენტად.
მაშინ ხმარო ყოფილიყო ამოღებული იმაზე, რომ არ მისულა 70% ამორჩეველი უბანზე და ყველა იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო. მე ვფიქრობ, შემდეგ არჩევნებზე ვერ გაბედავდა იმას, რასაც გააკეთა. ესე არის სამწუხარო, ჩვენმა საზოგადოებამ თავის დროზე ცოტა ჩაიძინა, რბილად რო ვთქვათ, და არ აქცევდა არაფერს ყურადღებას და აიფიქრეს, რომ აი მოვიდნენ ახალგაზრდები გააკეთებენ. ეხლა ჩვენ მივიღეთ მძიმესი ვითარება და საბრძოლველი. საზოგადოება თუ იბრძოლებს, ვერ გაუყალბებენ არჩევნებს. მაგრამ თუ დამკვირვებელი ახლა ვიღაცა შეეკრა, სამწუხაროდ ჩვენი სისტემა ისეთი არის, რომ ადამიანურ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სისტემა, რომელიც ნაკლები იქნებოდა ადამიანური ფაქტორი, რომ იმიტომ იყო ის ბიომეტრიული პირადობის მოწყობილობა, ბიომეტრიული ხმის მიცემა, რომ ახლა კომპიუტერი დაითვლიდა რა რაღაცას, რა კომპიუტერი ამოგიტანდა. რა თქმა უნდა, ვარი თქვეს. დღეს ვართ ადამიანურ ფაქტორზე, დღეს ვართ დამოკიდებული რამდენ კარგი დამკვირვებელი იქნება, რამდენად კარგად იქნება ორგანიზებული სადამკვირვებლო პროცესი. ჩემი აზრით ამაზე არის დამოკიდებული 90%. დღეს იქნება ამ არჩევნებზე ადამიანურ ფაქტორზე, ანუ საზოგადოებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. იქნება საზოგადოება აქტიური დაიცავს თავისუფლებას, ვერ გააყალბებენ. ვერავინ ვერ გააყალბებს. ის ადამიანები ძირითადად პროგრამის ხელისუფლება მიიღონ. მილიონი ხმას ვინც მიიღებს ის მოიგებს. მილიონი ხმა მოიგებს არჩევნებს. ორი პარტიამ ერთდროულად 2 მილიონი ხმა რომ მიიღოს, მოსვლა უნდა იყოს 2 მილიონზე მეტი. ფიზიკურად უბნები ვერ ატარებს. არ არის ამორჩეველი, არ არის ერთია. თუმცა ახლა მე გეტყვით სომხეთში რაც მოხდა ჩვენი მეზობლად აგერ, ხო? 2.900.000 კაცი ცხოვრობს ქვეყანაში და დაფიქსირდა მოსულ ამორჩეველთა რაოდენობა 2.600.000. ო, იცით ხო რაც ხდებოდა? იქ იყო რომ კაცი რომ მოდიოდა, ბეჭედი უნდა დაეტყათ პასპორტში. და უეცრად აღმოჩნდა რომ ბეჭედს უარტყა 20 წუთში ქრება. ანუ ისინიც მოფიქრებულები არიან, მექანიზმი სწორი იყო, ხო, აი, ბეჭედს გირტყავენ და თითქოს ვეღარ უნდა შეხვიდე პირადად. მარკირების ალტერნატივა იყო რა. და აღმოჩნდა რომ ისეთი მელანი იყო, რომ ქრებოდა. ეს ვიდეო თვალის ფუნქცია ბოლოს წაიშალა. ამოიღეს საერთოდ. საერთოდ ამოიღეს. ერთადერთი კიდე შეიძლება უნივერსიტეტებში გადავიდან ეს ვიდეო. რა კონტროლებდა? ვიდეო თვალი კი არა, ხო ვითხოვდით რომ ლაივ სტრიმებით გადაგვეცა ხმების დათვლის პროცესი და CSGO-ს ხმობები. აღმოჩნდა საოცარი რამე, ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთადერთი ორგანო საქართველოში, რომლის არც აუდიო ჩარწერა ხდება, არც არაფერი ხდება. 2 დღის შემდეგ, 3 დღის შემდეგ დაჟდება თავმჯდომარე მდივანი ოქს გააკეთებენ, მოაწერენ ხელს ღია საჯაროა, უღოთ რო შეხვიდე იმის დასასრებად, ესე იგი უნდა გაუგზავნო წერილი, მე უნდა შეიძლება მოგწერონ რომ ადგილი აღარ აქვს კაცის შემდეგ. კონსტიტუციურად დაფიქსირებულია უფლება, მისი რეალიზება შეუძლებელი ხდება. ამიტომ გვინდოდა რა უნდა ახლა ჩვენი გადაცემა მიდის ლაივ სტრიმში, ხო? რა უნდა ახლა CSGO-ს ხმობის ლაივ სტრიმში გადაცემას? ამ ფული უნდა კატეგორიული წინააღმდეგები არიან. სხდომების ლაივ სტრიმში მესმის რომ ძალიან კარგ ურთიერთობაში არიან ოპოზიცია და ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, რომ CSGO-ს წევრები მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ ასევე საზოგადოებრივი ინტერესი რომ როდესაც არჩევნები დგება და ასეთი ამბავია, უნდა იყოს კონტროლი. თუ არს ამბობენ. მოგესალმებით. მადონებიძე სამართლიანი არჩევნების რეგიონალური ხელმძღვანელი. ოქმერთან დაკავშირებით იმას დავამატებდი, რომ ძალიან ცუდი ტენდენცია წავიდა, რომ ბალანსები კიდევ უფრო მეტად გაართულეს მაგ მიმართულება. მით უმეტეს რომ ამოიღეს 12 საათზე და 17 საათზე მონაცემების შეტანა, ეს კი და ასევე გაბუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები. ესაც ამოიღეს უკვე. ვალდებულება, თუმცა იმას სასახად ვერ ვიტყვით, რომ ოქმებით, ანუ გარკვეულწილად რომელიღაც არჩევნებზე ოქმები განაპირობებს გაყალბებას. ან იმის თქმა რომ ხელისუფლებას აქვს განსხვავებული მიდგომები. საპრეზიდენტო არჩევნებზე
იყო სერიოზული პრობლემა ოქმები. ჩემს დაკვირვებელს მოქონდა ხელმოწერილი ცოცხალი ბეჭდით დამოწმებული ოქმები და რეალურად ოლქში ხდებოდა სხვა ოქმები და მე ვერანაირად ვერ ვამტკიცებდი რომ ჩემი ოქმი იყო კანონიერი და მათი ოქმი არაკანონიერი. მოკლედ ეს სერიოზული პრობლემა იყო. განსხვავებული სტრატეგია იყო გახალდების თუ ანუ ეს მექანიზმი რომელსაც ამას მოიაზრებს სხვა არჩევნებზე. შემდეგ არჩევნებზე იყო სიის დანართების პრობლემა სერიოზული, მაგალითად აჭარის არჩევნებზე, შემდგომ პერიოდში წინასაარჩევნო პერიოდზე უფრო მეტად იმუშავეს და არჩევნების დღე იმ გოგონას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად არაფერს არ წყვეტდა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდმა უკვე გადაწყვიტა საბოლოოდ შედეგი როგორი იქნებოდა. რაც შეეხება თვითონ იმ სიტუაციას, როგორც არის რეგიონებში, იცით რომ ჩვენი ორგანიზაცია მთელ საქართველოში ახორციელებს მონიტორინგს 75 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით 75 ოლქში და მინდა გითხრათ რომ ჩვენი გულშინდელი შუალედური ანგარიში დასახავს იმას რომ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებული და ანუ უფრო უარყოფითისკენ მიდის. რაც შეეხება იმ რეგიონს რომელიც მე ექვემდებარება ანუ აჭარა გურია, აქ ტენდენციები რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა არის ადმინისტრაციული რესურსებთან მიმართებაში. მაგალითად ჩოლხატალში იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანს რომელიც იყო სოციალურად დაუცველი მოუხსნეს დახმარება იმის გამო რომ ის ოცნების აქტივისტი იყო და თუ კი გლობალ ტივის ანტენას დაიმონტაჟებდა და ეს გახდებოდა საფუძველი რომ მოეხსნათ მისთვის დახმარება და რეალურად ეს კიდევაც განახორციელეს, ანუ ის ადამიანი ვეღარ ღებულობს დახმარებას მაისიდან. ასევე შუახევში იყო შემთხვევა, როცა უკვე საარჩევნო ოლქები არიან სამწადისში, რომ ანუ მობილიზება და თავმოყრა გაუკეთონ იმ რესურსს საარჩევნო კომისიებისა, რომელიც წლების განმავლობაში მოდიან და ყველა არჩევნებზე წარმოადგენენ საარჩევნო ადმინისტრაციას. უკვე მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გამოცხადებული არ არის, იყო ზარები ოლქებიდან, რომ იქნები თუ არა ამ არჩევნებზე კომისიის თავმჯდომარე ან წევრი. მოკლედ არის ტენდენციები, რომელიც ახალად შემოდის და იკვეთება და არის სხვადასხვა ანუ ფაქტები, რომელიც ჩვენ გრძელვადიან ანგარიში ასახული არის და კიდევ ეს ანუ გაგრძელდება ეს ჩვენი მონიტორინგი და იცით რომ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ ეს გრძელვადიანი მონიტორინგი განხორციელებულიყო და რეალურად ობიექტური და ნეიტრალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ანგარიშის სახით საზოგადოებისათვის. გაიხარეთ, მადლობა. მადლობთ ხალხო, დანარჩენი გამოვიდეთ. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ.